სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენთვის ცნობილია, რომ ადამიანს შეუძლია საკვების გარეშე იარსებოს დაახლოებით 40 დღე, ერთი თვე 40 დღე. წყლის გარეშე შეუძლია ადამიანმა გაძლოს მაქსიმუმ ერთი კვირა. თუ ძლიერი ორგანიზმი აქვს, ოდნავ მეტიც შეიძლება. ჰაერის გარეშე, სუნთქვის გარეშე ადამიანს შეუძლია გაძლოს მაქსიმუმ 2 ან 3 წუთი. არიან გარკვეული მაგები, რომ 6 წუთით თურმე შეუძლიათ, რომ არ ისუნთქონ. მაგრამ ღმერთის გარეშე თუ გიფიქრიათ, რამდენი ხანი შეუძლია იარსებოს ადამიანმა. გააჩნია ადამიანს. არსებობენ ადამიანები, რომ შეიძლება ისე სუნთქავდნენ, ისე იკვებებოდნენ, ისე სვავდნენ წყალს და ისე თბებოდნენ მზის სხივებით, რომ ერთი მადლობა არ უთხრან ღმერთს. ასეთები ძალიან ბევრნი არიან, რომლებიც არც მარხვას ინახავენ. ღმერთი არსებობს, კი, ესე გეტყვია, რომ ღმერთი არსებობს, აბა რა. მაგრამ არც მადლობას ამბობენ, არც მარხულობენ, არც აღსარებას ამბობენ და არც ეზიარებიან. თუმცა წირვაზეც მოდიან ხანდახან, მაგრამ რო კითხო, რომ აი რატომ მოხვედი შვილო? ხო უხერხულია რო კითხო ადამიან, რატომ მოხვედი? ქორწილში რო ადამიანს ეტყვი, რატომ მოხვედიო? ხო უხერხულია რა. ყოველი წირო არის ქორწილი, ჩემო ძვირფასებო. ღვთის ძის ქორწილი. ამაზე ორი იგავი არსებობს. კაი, დღეს არ ეზიარებ, მომავალ კვირას არა, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც ხო უნდა ეზიარო. ან ცოდვები თუ არ გაწუხებს, სახარება წაიკითხე და მიხვდები. რატომ არ ხულობთ? რატომ დავდივართ ეკლესიაში? და როდის თქვი ბოლოს მადლობა, პური რო გატეხე? როდის თქვი ბოლოს მადლობა? შეიძლება ვერ გაიხსენო, ხო? მაგრამ მოდი დავანებოთ ამას თავი. უბრალოდ მე რატომ გავაკეთე ეს შესავალი? იმიტომ რომ თანამედროვე ადამიანს უჭირს სახარების პერსონაჟების გაგება. უჭირს წმინდანების ცხოვრების წაკითხვა. თუ თქვენ არ გაქვთ წაკითხული, აუცილებლად დღეს წაიკითხეთ ან მოისმინეთ მერკურის და დიდმოწამე ეკატერინეს ხსენება. მაპატიეთ, ცოტა გვერდზე გავწევ მერკურის და უფრო ეკატერინეზე გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ საქართველოში როგორც წმინდა გიორგი, როგორც წმინდა მარინე, როგორც წმინდა ქეთევანი, მეოთხე საუკუნის წმინდანები არიან და განსაკუთრებული ღვაწლით გამოირჩევიან. თანამედროვე 21 საუკუნეში მოღვაწე გოგონა, ვისაც ეკატერინე ქვია და წაიკითხავ სიტყვის, რომ კი, კარგია, რომ მე ეკატერინე მქვია, მაგრამ მე ამას ვერ გავაკეთებ, რასაც დიდმოწამე ეკატერინე აკეთებდა. ძალიან შორს ვარ, ჩემო ძვირფასებო, იმ წმინდანების ცხოვრებიდან, რომლებმაც იმარტვილეს ქრისტეს გულისთვის. ჩვენ ვამაყობთ, მათ სახელებს ვატარებთ, მაგრამ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი მრწამსი იდეოლოგია ძალიან შორს არის აი ამ წმინდანების ცხოვრებიდან. ძალიან დიდი წყვეტაა. და ამ დროს ჩვენ რომ წავდგებით, მე მაგალითად თქვენზე არ ვისაუბრებ, გიორგის მქვია სახელი, ხო? დიდმოწამე გიორგის სახელი მქვია, ვარ დეკანოზი ტაძრის წინამძღვარი. მე მართლაც შემწხვება, იმიტომ რომ ჩემი ჭყალებში მოღვაწეობა და ღვაწლი ძალიან შორს არის წმინდა გიორგის მოღვაწეობიდან. ძალიან შორს არის. ჩვენ მცირედში ერთგულებიც არა ვართ, არამც თუ დიდმოწამეების ღვაწლის ტვირთვაში. ამიტომ მე არ შეუდგები ახლა ეკატერინეს ღვაწლის აღწერას, იმიტომ რომ თქვენ გაძლევთ კურთხევას, წაიკითხოთ თქვენი თვალით და თქვენი ყურით მოისმინოთ. მე უბრალოდ გეტყვით იმას, რომ ადამიანი, რომელსაც უყვარს ღმერთი, ის დაითმეს ნებისმიერ განსაცდელს. აი როგორ შეიძლებოდა აი ამ გოგონას, ულამაზეს გოგონას, მეფური შთამომავლობით, უამრავი მემკვიდრეობით, რომელიც ეძებდა შესაფერის საქმროს და ღვთელმა უთხრა ერთმა, რომ შენ რატო არ თხოვდებიო, დედა იყო მისული თავის მოზღვართან და ჩემი შვილი არ ქმნისო ოჯახსო და დაიბარა და უთხრა, რატომ არ ქმნი ოჯახს შვილო და მე მინდაო, რომ ჩემსავით ან ჩემზე უკეთესი
პიროვნება ვნახო, ჩემზე მდიდარიო, ჩემზე აღმატებული, ჩემზე კეთილიო, ჩემზე გამორჩეული და მხოლოდ მას გავყვებიო. და მღვდელმა მისცა იესო ქრისტეს ხატი ღვთისმშობელთან ერთად და უთხრა, რომ აი ეს პიროვნება არისო, ასეთიო, ისაც შენ ეძებო. გაოცდა ეკატერინე, ვერ გაიგო ვიზე იყო საუბარი, მე მოგვიანებით მიხვდა ხილვა ნახა, იმ ხილვაში იესო ქრისტემ ბეჭედი გაუკეთა ხელზე ეკატერინეს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ატარა. აი ხა ცოტა უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ეს არის ჩემო ძვირფასებო ზუსტად წმინდანის ცხოვრება, რომ ჩვენთვის უცნაური, მაგრამ ღვთისთვის ძალიან ჩვეულებრივი. აი ამ ქალწულმა გოგონამ დაითმინა ყველანაირი დამცირება, ყველანაირი ტკივილი, 50 ფილოსოფოსი ეკამათებოდა, 50 წარმართი ფილოსოფოსი და თავიანთ ნაწერებით უმტკიცებდა მათ კერპთაყვანისმლობას და დაუმტკიცა, რომ ჭეშმარიტება არის ერთი და ჭეშმარიტება არის იესო ქრისტე. მასთან მივიდა დედოფალი პორფირიოსი, მაქსიმილიანეს მეუღლე 200 მხედართან ერთად, 200-ვე მხედარი მოაქცია და დედოფალი მოაქცია ჭეშმარიტების გზაზე. გადაირია, ჭყვაზე გადადგა იმპერატორი, ეს ვინ არისო? და გადაწყვიტა მისი წამება, როგორც წმინდა გიორგი, ისე ბორბალზე გააკრეს და ხარის ტყავით გაშოლტეს და რა არ გაუკეთეს. და აღესრულა მოწამეობრივად. როგორ გააკეთა, როგორ შეიძლება ამის გოგონა, უბრალო გოგონამ ეს ყველაფერი დაითმინოს? პასუხი არის ერთი. ღმერთის სიყვარული სდევნის შიშს. დაიმახსოვრეთ. თუ შენ ღმერთი გიყვარს, არც აზრები გეფანტებალოსის დროს, არც გეშინია, არც წუწუნებ, არც განკითხვაში ხარ და ყველანაირ განსაცდელს მადლიერებით მიიღებ. მარტო ღვთის სიყვარული, მე მგონი არ არის საკმარისი. აქ მინდა რომ სიყვარულის ჭური მოციქული პავლე დაგეხმაროთ, გუშინ მე ვინც ბრძანდებოდით ლოცვაზე დავაანონსე, მიგითითეთ, თუ არ გაქვთ წაკითხული გილოცავთ, დღეს წაიკითხეთ აუცილებლად. პავლე მოციქულის ეპისტოლე მე-6 თავის მე-11-დან მე-17 მუხლების ჩათვლით. პავლე მოციქული საუბრობს რაზე? რომ შეიმოსეთ ქრისტიანებს გეუბნება ღვთის წმინდა საჭურველით. ხო თქვენ გინახავთ წმინდა გიორგის ხატი, მთავარანგელოზის ხატი, ქრისტეს მეომრების ხატები გინახავთ, თავზე ჩაფხუტი, მუზარადი აფარიათ, ხო? ჯაჭვის პერანგი აქვს შემოსილი, მახვილი და ფარი უჭირავთ ხელში. აი ამაზე საუბრობს პავლე მოციქული და დღეს მინდა მე, რადგანაც შობის მარხვა, გესაუბროთ, რას ნიშნავს უფლის წმინდა საჭურველი, დავიწყოთ ჩაჩქანიდან. ჩაჩქანი არის ჩაფხუტი, რომელიც მეომარს თავზე ახურავს. პავლე მოციქული ამბობს, რომ შეიმოსეთ უფლის სრული საჭურველი. სრული რატო? იმიტომ რომ მარტო ჩაჩქანი რო დაიფარო და აბჯარი არ გეცვას, დაიჭრების სხეულში. აბჯარი რო გეცვას და ხმალი არ გეჭიროს, რა უნდა გააკეთო? მარტო თავი უნდა დაიცვა? ხმალი რო გეჭიროს და ფარი არ გეჭიროს, ვერ გაიმარჯვებ. აი ამიტომ წმინდა მამები განმარტავენ, რომ ჩაჩქანი, ანუ ჩაფხუტი, რომელიც ქრისტიანს თავზე უნდა ეფაროს, ეს არის სასოება. ქართველებმა ვიცით ხოლმე, რომ თავი ქუჩი აქო. რა კაი სიტყვა რა, კარგად დაუკვირდით, შენ რა გენაღლებაო, თავი ქუჩი გაქო. და შენი გონება, შენი თავი რო დამშვიდებული იყოს, რა არის საჭირო ამისთვის? სასოება. მე სასოება მაქვს რწმენიდან გამომდინარე, რომელიც შობს სიყვარულს. ანუ გონებაში უნდა ტრიალებდეს ის აზრი, რომ რა განსაცდელშიც გინდა ჩავარდე, მე თუ მექნება ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან გამომდინარე იმედი, ანუ სასოება, ვერაფერი ვერ მომერევა. ვერ დაემკვიდრებიან არაბები საქართველოში და ვერანაირი ურჯულო აქ ფეხს ვერ მოიკიდებს, თუ მე მექნება სასოება. დაიმახსოვრეთ, თუ შენ ეს გწამს, ყველაფერი იქნება კარგად. რა არის აბჯარი? ანუ ჯაჭვის პერანგი, ხო თქვენ გინახავთ. აბჯარი ეს არის შემოძვირფასებო,
ქველმოქმედება, სიკეთე, რომელსაც შენ აკეთებ ყოველ დღე, უпростоრეთ უნდა აკეთებდე. სიკეთეო, მამა გაბრიელი ამბობს, სამოთხის კარებს გაგიღებსო და რწმენაო შეგიყვანსო სამოთხეშიო. იაკობ მოციქული ბრძანებს, რომ უწყალო სასამართლო წყალობის არ ამქნელს, წყალობა აღმატებულია სასამართლოზე. იესო ქრისტე პირდაპირ გეუბნებათ. კი არ გეტყვით, რომ ყოჩაღ ეზიარებოდი, ყოჩაღ აღსარებას ამბობდი, ყოჩაღ არა, რაც არ გაგვიკეთებია, იმის გამო შეიძლება ჯვარი გწერია ყველას ჯოჯოხეთში აღმოჩნდეთ. ანუ არ ვაპურებდით, როგორც ოქროპირი ამბობს, სანამ ქადაგებას დაიწყებს ახარებაზე, შეეკითხი ადამიანს, მშიერი ხო არა ხარ, ხო არ გცივა, ხო არ წყურია, საიდან ახარ, ვინ ახარ, სნეულებაში ხო არა ხარ. დღევანდელი სახარების თავარი პერსონაჟი, ქალბატონი, რომელიც 18 წელი იტანჯება უძლურებით, მიდის მაცხოვარი თავზე ადებს ხელს და დაუტევებს მას ყოველგვარი სნეულება და უძლურება. ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი, ჩემო ძვირფასებო, არის ჩვენი საჭურველი. თუ შენში არის სასოება, უნდა აკეთო სიკეთე. ქველმოქმედი უნდა იყო, რომელიც არის სათნოებათა დედოფალი. ჩვენ გვაქვს იოანე მოწყალის ხატი. შეიძლება ბევრმა არც იცით, რომ ასეთი წმინდანი არსებობდა ალექსანდრიის პატრიარქი. სამწუხაროდ შეიძლება ბევრი არ იცნობთ. ვისაც გიჭირთ მოწყალების გაცემა, სთხოვეთ იოანე მოწყალეს, როგორც შენ იყავი მოწყალე, მეც მომეცი საშუალება რომ გავხდე მოწყალე, იმიტომ რომ ჩემთვის სასამართლო იქნება უწყალო. არავინ არ შეგიწყალებთ, თუ თქვენ არ შეიწყალეთ. ქართული სიტყვაც უყურეთ, შემიწყალე, წყალობა. აქავე დავძენ, რომ უყურეთ, მონასტერში ეპისკოპოსიც რომ მივიდეს და პატრიარქი და უთხრას, რომ კარი გამეღეთ, არ გაუღებენ, სანამ არ იტყვის უფალო შემიწყალეს. რატო? იმიტომ რომ მონაზონი არის ფრთხილი ადამიანი და იცის, რომ შეიძლება ეშმაკი ესტუმროს და ეშმაკი უფალო შემიწყალეს, არ იტყვის არასოდეს. ეშმაკი არ იტყვის უფალო შემიწყალეს და ამიტომ დარწმუნებული რომ იყოს, რომ ეშმაკი არ ესტუმრა, მონაზონი კარებს არ გაგიღებს, სანამ არ ეტყვი, რომ შემიწყალე, უფალო შემიწყალე. ეშმაკი ამას ვერ იტყვის. და ყოველთვის იცოდეთ, რომ ამდენი უფალო შემიწყალე და შენ უფალო, იმიტომ ითქმება წირვაზე, რომ შენ ახარ უფალო წყალობის სათავე, შენი, შენთაგან, შენ და შემწირველი. შენით ვართ, შენ აკეთებ წყალობას, შენ ახარ შემწირველი, შენ ახარ შეწირული, შენ ახარ ყველაფერი და კვერექსი მთავრდება შენ უფალო და მერე იტყვება უკვე ასამაღლებელი მოძღვარი ამშვენებს კვერექსებს. აი ეს უნდა გვახსოვდეს აუცილებლად. ჩვენი აბჯარი ერთი პატერიკი არსებობს, რომ დიდარი ადამიანი იყო, რომელიც ძალიან კეთილი იყო, მაგრამ მრუშობდა, ძალიან ცუდად იქცეოდა. მოვიდა მისი აღსასრული ჟამი და უნდა რომ გაისტუმრონ ის ჯოჯოხეთში და დედა ღვთისმშობელი ევედრება, ასეთი პატერიკია იესო ქრისტეს, რომ გეხვეწებიო, შეუნდეო, ძალიან ბევრი სიკეთე აქვს მას გაკეთებული ეკლესიისთვისო და ხლა არ იფიქროთ ის, რომ შენ მრუშობას გაპატიებს ღმერთი სიკეთის გამო, მაგრამ უბრალოდ ღმერთი ითვალისწინებს შენ სიკეთეს და სიკეთის მთესველი თუ ხარ, შენ აბჯარში ხარ ჩასმული და ღმერთი გაითვალისწინებს შენს აი ამ ყველა სიკეთეს, რომელსაც შენ აკეთებ. მეომარს ხელში უჭირავს ფარი. რა არის ჩვენი ფარი, ჩემო ძვირფასებო? ჩვენი ფარი ეს არის ჯვარი. ჯვარი არის ჩვენი ფარი. გახსოვთ ალბათ ებრაელები რომ გამოიყვანა მოსემ ეგვიპტის მონობიდან გარკვეულ ადგილებში ატარებდა 40 წლის მანძილზე და შხამიანი გველები დაესხნენ თავს ებრაელებს და ბევრი კვდებოდა იმ მომწამლელი შხამით. ღმერთმა უთხრა მოსეს, რომ სპილენძის გველი გააკეთე, დაამაგრე ხეზე და ვინც რწმენით შეხედავს, ისინი განიკურნებიან. პირველი სიმბოლო ჯვრის. ასეც მოიქცა მოსე და სპილენძის გველს ვინც შეხედავდა,
ყველა ინკურნებოდა, რა თქმა უნდა, სარწმუნოებიდან გამომდინარე. აქ გველი შემთხვევითი არ არის, გველმა დაგესლა ადამი და ზუსტად აი ეს გველი უნდა დაიდრგუნოს ღვთის წყალობით და შემწეობით. ანუ შენ ფარი გაქვს აღებული თუ შენ ჯვარშემოსილი ხარ. რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს. ქრისტეს შემოსილობა არის ჯვრის მტვირთველობა. რამე თუ იესო ქრისტე არის ჯვარცმული ღმერთი და შენს გეუბნება რომ თუ მე გამდევნეს, შენს განდევნილი იქნები. არც ერთი რელიგიის ფუძემდებელი არ ეუბნება ამას თავის მიმდევრებს, რომ თუ შენ მე გამომყვები, ჯვარცმული იქნები. თუ შენ მე გამომყვები, პრობლემები გექნება, მაგრამ ნუ გეშინია, მე ვძლიე ამ სოფერს. და მეოთხე იარაღი, ეს არის საჭურველი, ეს არის ხმალი და ხმალი მახვილი, ეს არის სახარება. ორლესული მახვილი, რომელიც აღწევს ჩვენს სულში და ჩვენს სხეულში. სახარების კითხვით ადამიანი იწმინდება, წერია. სახარების კითხვით ადამიანი იზრდება სულიერად. სახარების კითხვით ადამიანი არის მდიდარი, ადამიანი ემსგავსება ღმერთს და ადამიანი ხვდება რა უსუსურია, რა არარაობა. თუ გიჭირთ, ჩემო ძვირფასებო, მარხვაში თავის დამდაბლება, ერთ დილით რო გაიღვიძებ თქვით, რომ მოდი მე დღეს არავის არ განვიკითხავ. აი მოდი მარხვაში ერთი მცნება მინდა რომ აღვასრულო, არავის არ განვიკითხავ. ზუსტად 5 წუთი არ იქნება გასული, რომ განკითხვაში ჩავარდები, ან ტელევიზორს ჩართავ, ან სკროლვას დაიწყებ, ან ქუჩაში გამოხვალ, მაშინვე ჩავარდები განკითხვაში. რა უნდა გააკეთო ამ დროს? თქვი, რა უსუსური ვარ. არაფერი არ შემძლებია და მოდი აღარ განვეკითხავ არავის, იმიტომ რომ მე რომელმაც მარხვას ვინახავ და ვეზიარები და მრევლი ვარ, ერთი მცნება ვერ დავიცავი დღის ბოლომდე და რა უნდა გავაკეთო? რა უნდა გავაკეთო? ახლა მე მინდა მომავალი კვირის დავალება მოგცეთ, ძალიან საინტერესო დავალება და მეც უნდა ვიფიქრო და თქვენც ვიფიქრეთ, რომ ჩვენი მარხვა იყოს ძალიან ნაყოფიერი. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს მომაკვდინებელი ცოდვები, მრუშება, ამპარტავნება, ხო, გემოთმოყარეობა და არსებობს ყოველდღიური ლოცვები. ეს ყოველდღიური ლოცვები ეკლესია ამას არ იცნობს. ჩვენ მოვიგონეთ ყოველდღიური და დღეგამოშვებითი ლოცვები, ხო, როგორ გავიგო? ზოგი ყოველდღე ქურდობს, ყაჩაღობს და რას ნიშნავს დღეგამოშვებითი და ყოველდღიური? არა, არის უყვედრელი, რაც ქრისტემაც შეიმოსა, უყვედრელი ნიშნავს, რომ ადამიანურ ბუნებას ახასიათებს, ანუ ქშია, წყურია, იღლები, ტირიხა, რიოფლები, რის ხანებაში ვარდები. ეს არის უყვედრელი, მაგრამ მომაკვდინებელი ცოდვები არის სულ 8 ცოდვა. ამას დავანებო თავი. ამაზე უარეს გეტყვით კიდევ ეხლა მე. არსებობს ცოდვები, რომელსაც ვერ ხედავ და არსებობს ცოდვები, რომელსაც შეეგუე. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო, ყველაზე საშიში ცოდვები. და გაძლევთ კურთხევას, რჩევას, მთელი კვირის მანძილზე ეხლა ვიფიქროთ ამაზე და მომავალ კვირას ჩემთან ერთად გავიაროთ ეს. ხო, გასაგებია რა არის მრუშობა, ამპარტავნება, გავიგე, მაგრამ რა ცოდვები არსებობს, რომელსაც მე ვერ ვხედავ. აი ის ცოდვები არის ყველაზე საშიში და ამაზე უარესი არის ის, რომ იცი, რომ ეს გჭირს, ესე ვიცით ხოლმე, ხო? განკითხვაში კი არა ვარ, მაგრამ აი ვიცი რომ უნდა შევინახო მარხვა, მაგრამ აი ვიცი რომ უნდა ვეზიარო, მაგრამ აი ახსარება რომ უნდა უთხრა მოძღვარს, ვიცი, მაგრამ გასაშინელებაა რა. იცი რომ ახსარება უნდა უთხრა, მაგრამ ვერ ეუბნები. შეგუებული ხარ ამას უკვე შენ გაპარტახებას, გავერანებას ხარ შეჩვეული და ხელი ჩაქნეული გაქვს. რა ქნა დიეტას ვერ დავიცავ, ვერ ვიმარხულებ. არ შემიძლია ლუარსაბი რო არ ვიყო, არ შემიძლია დარეჯანი რო არ ვიყო. როდის დაწერა ილიამ ჩემო ძვირფასებო და დღეს ბევრმა ქართველმა არ იცის ბოლომდე ვინ არის დარეჯანი და ვინ არის ლუარსაბი. ისინი ჩვენში ცოცხლობენ ჯერ კიდევ. ყველა ვინც მარხვას არ ინახავს არის დარეჯანი და ლუარსაბი. ყველაზე საცოდავი და საბრალო ადამიანები. ამათი პროტოტიპები არსებობდნენ კახეთში და ილიამ აღწერა ასეთი ადამიანები. ამიტომ გთხოვთ,
დავალებასავით მიიღეთ, კურთხევასავით მიიღეთ, რჩევასავით მიიღეთ, რომ აი ეს კვირა იფიქრეთ, რომელიც ცოდვებია, რომელიც ცოდვებსაც ვერ ამჩნევთ და რომელიც ცოდვებს ხართ შეგუებულები. თუ გინდათ რომ თქვენი მარხვა იყოს ნაყოფიერი და 7 იანვარს ჩვენში იშვას ჩვენი მხსნელი მაცხოვარი უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მე მინდა განსაკუთრებით მივულოცო ჩვენი ტაძრის ეკატერინეებს დღევანდელი დღე. ეხლა იმათ გონიათ რომ გამომჩა. გულში ფიქრობენ რა გიორგობა რომ მოგილოცეთ რა, ეხლა არ უნდა მოგილოცო მამაო. განსაკუთრებით მინდა ეკატერინე იმედაძე გამოვყო ჩემო კარგებო. იცნობთ ყველა ამ გოგონას. საოცარი პიროვნება, როგორ უყვარს ტაძარი, როგორ უყვარს ეკლესია, როგორ უყვარხარ თქვენ, როგორ დაფუფუნებს, როგორ ეფერება ხატებს, როგორ აწესრიგებს, ასუფთავებს ყველაფერს. მე მგონი დამეთანხმებით. განსაკუთრებულად უნდა მოვეფეროთ ეკატერინე იმედაძეს. ეკატერინე ლიპარტელიანი, ჩვენი დავითის მეუღლე. საოცარი გოგონა, როგორც კი შეუძლია, როგორც კი გამონახავს დროს, მოდის ეკლესიაში და განსაკუთრებით ცდილობს, როგორც შეუძლია, ისე გამოხატოს თავისი სიყვარული მოძღვრის, მრევლის და ყველა თქვენთაგანის მიმართ. ეკატერინე გოდერძიშვილი, რომელიც აგერ ბრძანდება, დიდი ხნის მრევლია და ეკატერინეც ცდილობს, რა თქმა უნდა, როგორც შეუძლია, ისე უყვარდეს ღმერთი. ეკატერინე ოდიშელიძე, რომელიც დიდი ხანი არ ყოფილა გუშინ იყო აღსარებაზე და ჩემი თხოვნით დღეს დავასაჩუქრე ზიარებით. და ყველა თქვენთაგანი მაპატიეთ, ყველა ეკატერინეს არ ვიცნო, მაგრამ თქვენი შვილები, მამა ზაქარიას ეკატერინე, მერვე შვილი, მინდა დაულოცო განსაკუთრებით და თქვენი შვილები, თქვენი დეები, თქვენი ნათესავები, თქვენი ახლობლები, ყველა ეკატერინე მინდა დაულოცო, ყველა მანდილოსანი, ჩემო კარგებო, მინდა დაგლოცოთ. იმიტომ რომ თქვენ ხედავთ, ჩვენი ქვეყანა როგორ მდგომარეობაში იმყოფება. თქვენ მანდილოსნებო, შეგიძლიათ ძალიან ბევრი გააკეთოთ. თქვენ შეგიძლიათ თქვენი მეუღლეები გააძლიეროთ. ისეთი მეუღლეები ყავდეთ, რომ ერი გადარჩეს. ბევრი შვილები გაუჩინოთ თქვენს მეუღლეებს. თქვენ არავინ ბორბალზე არ გაკრავთ. თქვენ არ გევალებათ 50 ფილოსოფოსი დაამხოთ, 200 მხედარი მოაქციოთ, პრეზიდენტის მეუღლე მოაქციოთ, არ გევალებათ ეგ თქვენ. მაგრამ გევალებათ ის, რომ ეკატერინე რო გქვია შვილო, კეთილი ინებე და რაღაცით მაინც მიემსგავსე იმ დიდებულ ქალბატონ წმინდანს. ღმერთმა დალოცვილები, გახარებულები, ჯანმრთელები გამყოფოთ, წმინდა ეკატერინეს და წმინდა მერკურის ღვაწლი და ლოცვა შეგვეწიოს. მარხვა გრძელდება, ვისაც აქამდე მარხვა არ შეგინახავთ, გთხოვთ რომ დაიწყოთ მარხვა, თუ რამე შეღავათები გჭირდებათ, მიიღებთ შეღავათებს, თავარია ვილოცოთ, ვიმარხულოთ და ჩვენი ქვეყანა დავლოცოთ და ჩვენი დედა ეკლესია, ჩვენთან არის ღმერთი.